მოგესალმებით, ჩემო კარგებო და ჩემო მშვენიერებო, მოდით ვნახოთ ჩვენ დღეს ასეთი გაშლა. შენ მას ელოდები. ის იქნება თუ არა მისგან ქმედება. ვნახოთ. ჯერ მინდა გავაკეთო თქვენი სიგნიფიკაცია. მე მქვია ვალენტინა ბარბაკაძე, ვინც პირველად ხართ სტუმრად ჩემთან არხზე. მე ვარ ტარო-ფსიქოლოგი, ენერგოპრაქტიკოსი და აქ ჩვენ ვაკეთებთ მოკლე გაშლებს, უფრო გრძელი გაშლებს ვაკეთებთ სხვა არხებზე, ვისაც გიყვართ რუსულად, ყველაფერი მაქვს აბსოლუტურად, იმიტომ რომ უფრო რუსულენოვანი ვარ. ყველა ლინკი ვიდეოს ქვეშ არის. დავიწყოთ ახლა. ნახოთ ახლა ამ წუთში რა ხდება თქვენ შორის. ამ წუთში რა ხდება თქვენ შორის. ამ წუთში ხდება თქვენ შორის პაუზა, შემოლამაზებო და თქვენ ზუსტადაც როგორ ხართ იცით, აქ მაჩვენებენ ეგრევე კვერთხების დედოფალს, ანუ თქვენ საერთოდ არ იცით რა იქნება. არ იცით, იმიტომ რომ ხართ როგორ იცით, ძალიან ბევრი კითხვები გაქვთ, მაგრამ აქ არის როგორი სიტუაცია, თქვენ ამ ადამიანს ვერ უშვებთ გულიდან, ვერ უშვებთ. კი, მიდის დრო, კი, მე ვერ ვეტყვი, რომ თქვენ ახლა აქ ხართ ძალიან როგორ იცით, გაურკვეველი სიტუაცია კი არის, მაგრამ თქვენ ცდილობთ მაქსიმალურად, რომ რამენაირად განიკურნოთ. შეიძლება თქვენ ახლა უფრო საქმეს აკეთებთ, უკვე მიდიხართ, შეიძლება თქვენს კარიერაში. აი ცდილობთ მაქსიმალურად, რომ გადაერთოთ, ცდილობთ მაქსიმალურად, რომ არ იფიქროთ იმ სიტუაციაზე, არ იფიქროთ აი იმ კითხვებზე, რატო, რა იქნება, როგორ, მაგრამ თითქოს რაღაცა ძალა არ გიშვებს რა, არ გაძლევს საშუალებას, რომ ნამდვილად ახლა გადაერთო მთლიანად შენ სხვა ცხოვრებაზე და ამ ადამიანზე არ იფიქრო. ვნახოთ, აბა ის ადამიანი როგორ არის, აქ იმიტომ რომ თქვენი თავი მაჩვენეს, აქ ეგრევე გოგო მაჩვენეს. მე შემიძლია რა გითხრათ, იცით კიდე რომ აქ რადგან გოგოზე წავიდა საუბარი, თქვენ ისეთი ენერგია გაქვთ, თქვენ ახლა შეგიძლიათ თავისი თავიც გაიკურნოთ და შეიძლება სხვებსაც ეხმარებიც. აქ არ გამოვრიცხავ რა. იმიტომ რომ უძლიერესი პიროვნება ხართ, ულამაზესი ხართ და უკვე თქვენ ცხოვრებაში იმდენჯერ იყო რაღაცეთი გაურკვეველი სიტუაციები, მაგრამ მაინც თქვენ არ ნებდებით, თქვენ აი როგორ ხართ, იცით რომ აი ავდექი, დავიფერთხე და წავედი ისევ წინ რა. ანუ არაჩვენებთ შეიძლება თქვენ არავის თქვენი გულის ტკივილს. ეხლა ეს ადამიანი საიდანღაც ბრუნდება, შეიძლება წასული იყოს სადღაც ეს ადამიანი, არ გამოვრიცხავ, მაგრამ ენერგიები როგორია იცით. მას კი თუ აი აქ შეიძლება თქვა მივლინებაშიც იყოს შეიძლება ეს ადამიანი, ნუ რაღაცა მანძილი იყო, მაგრამ აქ როგორი მომენტი არის, იცით, ეს პაუზა რო არის აქ თქვენ შორის, თვითონ ეს ადამიანი ფიქრობს იმას, რომ მე კი მინდა დაბრუნება, მაგრამ მე მინდა დავაბრუნო ეს ჩემი დაკარგული სიყვარული, მაგრამ არ ვიცი, მაქვს შანსი თუ არა. არ უნდა ამ ადამიანს დაკარგო, მაგრამ შეიძლება ფიქრობს, რომ თქვენ უკვე ზურგი მიაქციეთ მაგას და თქვენ უკვე არ გინდათ ეს ადამიანი, იმიტომ რომ აქ მართლა ძალიან დიდი ხნის პაუზა, აქ არ არის ერთი თვე და ორი თვე. აქ არის როგორი მომენტი, იცით, როცა აი ამ ადამიანსაც იცით დიდი ხნის ურთიერთობა არის, შეიძლება აი გეუბნებით ზოგი თქვა, ახლა შეიძლება ონლაინ ურთიერთობა გაქვთ ვიღაცას, შეიძლება უცხოელი ეს იყოს ეს ადამიანი სხვათა შორის, ან ხო გეუბნებით საზღვარგარეთ იყოს, შეიძლება წასული და შეიძლება ფიქრობ და იქ რო წავალ, მე მას დავივიწყებ. მე მას დავივიწყებ და მე მანდ კარგად ვიქნები რა, მე მანდ ახლა უფრო თქვათ, საერთოდ აღარ გამახსენდება, მაგრამ არა. ეგრე არ მოხდა. ეგრე არ მოხდა, არა, ვერ გაგიშვათ ეგ თქვენ გულიდან, ვერაფრით ვერ გაგიშვათ, იმიტომ რომ ეს არის ჩემი სამყარო, ჩემი სიყვარული, ვერ გაგიშვათ ვერაფრით ამ ადამიანს, არა. არ შეუძლია, იმიტომ რომ ამაზე ეს არის როგორი მომენტი, იცით, ეს არის რაც ყველაზე ძვირფასი აქვს ამ ადამიანს. აი და ეს რა თქმა უნდა, ნუ თქვენზე ვკითხულობ, ნახეთ. ეს არის რაც აი
და даже როგორ არის, აი რომ მეთქვა მარტო თქვა ცოტა ისეთი არკანები რომ ყოფილი იყო, რომ დაუშვა აი სულის დონეზე, არა, აქ სული ტირის, ძალიან ტირის, იმიტომ რომ სულს უნდა დაბრუნება იქ, საიდანაც ეს წავიდა. იმიტომ რომ მატერიალურ დონეზეც როგორ არის, აი არა ვერ გავუშვებ, ჩემია ეს. იმდენად ძვირფასია, რომ უბრალოდ არ შემიძლია რომ დავკარგო, არაფრით არ შემიძლია რომ დავკარგო. ნახოთ ახლა ჩვენ ცოტა ისეთი გაშლა წამოვიდა, რომ რა ვიცი. მოდით ქმედება ვნახოთ მაგისი, ხო? რას მოქმედებს? ნუ რას მოქმედებს? აქ როგორი სიტუაცია იცით, რატო წელავ ასე? ესეთ რა ხდება? აქ ამას ქმედებაზე რო ვეკითხები, რას მაჩვენებს, იცით? მე ვჩერდები, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ დავკარგე. იმედს არ ვტოვებ. აუცილებლად მივწერ, აუცილებლად გამოუჩნდები. და მე რო შევეკითხე, რატომ წელავ? იმიტომ რომ მე თვითონ ჩემი სულელური საქციელით ყველანაირად ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ ეს ურთიერთობა დამთავრებულიყო. ყველაფერი მე გავაკეთე აბსოლუტურად, იმიტომ რომ მარტო ჩემს თავზე ვფიქრობდი. იმიტომ რომ მე მეგონა, რომ ადვილად შემიძლია დავკარგო. მე მეგონა, რომ ეს არ არის არაფერი ისეთი, რომ ვერ გავოძლო, თქვა, დაუშვოთ, ხო? მაგრამ მივხვდი, რომ საერთოდ აი გაჩერდა ჩემი ცხოვრება და დავკარგე ის, რაზეც ეხლა ვლოცულობ, რომ დამიბრუნონ. მოდით ნახოთ მაღალი ძალების თვალსაზრისით რა მოხდა. აი რა მოხდა და აი ზუსტად ღმერთო და რა. კი. აქ ნახეთ რა ხდება. აქ შეხედეთ. აქ ეგრევე გვითხრეს ჩვენ, რომ მაღალი ძალებს ვკითხე და გამოდიან უძლიერესი არკანები რა. ის თამაშობდა. მას მისცეს ძალიან სერიოზული ადამიანი მისცეს და ადგა და არ შეინარჩუნა. აი ნახეთ, იეროფანტი და ორიანი პენტაკლების, ნუ ეს არის რაღაც სასწაული, ხო? როცა ადამიანს მისცეს მართლა აი იცით როგორ არის, ესეთი ადამიანი იძლევა იმისათვის, რომ შენ პირიქით რა, რაღაცა ისწავლო, რაღაცა გაიგო და ამ ადამიანმა არ დააფასა ეს, ვაფშე არ დააფასა არაფერი და ამიტომ იყო მიღებული გადაწყვეტილება, რომ დაესრულებინათ. აქ უბრალოდ ამოუვიდეთ ყელში, რომ იტყვიან მაღალ ძალებს რა. იმიტომ რომ აი ეგეთი თამაში არ შეიძლება ესეთ ადამიანთან, ასეთ ქალთან. იმიტომ აქ ძალიან მნიშვნელოვანი ქალი ხარ, თქვენ ხართ სულების მკურნავი. შეიძლება თქვენ ადამიანებს რომ დაელაპარაკოთ ვინმეს, ის ადამიანი მერე ცოცხლდება. ეგეთი რამე შეიძლება იყოს, იმიტომ რომ სიტყვას ხო იცით შეუძლია რომ კიდევაც მოკლას და შეიძლება კიდევაც განიკორნო. აი ეგეთი რაღაცა არის აქ, მაგრამ აქ არის მომენტი, რომ ეს იყო მაღალი ძალების გადაწყვეტილება, რომ ეს ადამიანი ამ პაუზაში დაეჭინათ, რომ ეფიქრა, რომ მოეაზრა, რომ ეს რა არის მაგისტრის. და აქ ნამდვილად გვაჩვენებენ, რომ კი. გაიგო. აქ ძალიან დიდი სამუშაო ჩაატარეს. აი აქ ჩამოკიდეს, როგორ იცით, რომ აქ თუ იყო რამე გასავლელი, რა ვიცი მე. აი ეს როგორ არის, რომ ჩამოკიდე მართლა ადამიანი უკუღმა და აი წარმოიდგინეთ, რომ სისხლე მოდის უკვე ზემოდან ქვემოთ. ნუ აქ ჩაერთო კარმა. და ეს ადამიანი იყო საკმაოდ ძლიერ გაკვეთილებში, იმიტომ რომ არ ჩართო ამ ადამიანმა აქ სერიოზული ენერგიები, გაიგეთ, ნუ პაჟეს ენერგიები. ანუ როგორ არის, აქ შეიძლება სხვაობა ქონდეს სხვათა შორის, მაგრამ
აქ შემიძლია გითხრათ, რომ კარგია რომ თვითონ აცნობიერებს იმას, რომ იქცეოდა როგორც მანიპულატორი, როგორც პატარა ბავშვი, როგორც აი მე როგორც მინდა, მე რასაც ვიტყვი, ისე იქნება. მე საერთოდ აი ადამიანი აქ ახლა კი შეიძლება ნელა იღებს გადაწყვეტილებებს და რაღაცას, მაგრამ აი არასერიოზულად იქცეოდა, მიხვდეთ, რაღაცა ესე მოვიდოდა, წავიდოდა, გაქრებოდა, მაგას ეგონა ეს იყო თამაში. ნუ ამიტომ დაისაჯა. მოდით ნახოთ კიდე ერთი აბა ვკითხოთ ქმედება ხო, ვკითხოთ ჩვენ მისი ქმედება. სხვადასხვა ეს ადამიანი გამოჩნდება როგორ იცით. ნუ ახლა ის რაც გითხარით იმას მიყვებიან, რომ ანუ აქ გამოდის ეს ადამიანი გაიარა ძალიან დიდი ტრანსფორმაცია, იმიტომ რომ თქვენ საერთოდ როგორ არის, არ ვიცი შეიძლება სადმე გხედავს, არ გხედავს, მაგრამ თქვენ ხართ აქ გამაჩვენებენ კორუმს. კორუმი საერთოდ არის ესეთი ადამიანი, როგორც გითხარით, აი რუსულად არის კარგად ნათქვამი ведущий, როცა აი იცის. ანუ აქ არის, როგორ იცით, ქალი, რომელსაც აქვს უდიდესი ინტუიცია, სულ მცირე, ნუ კორუმები იცით თქვენ, ახლა რა თქმა უნდა, ეს არის, როცა არის ეზოტერიკით დაკავებული, ხო? და ან საერთოდ თუ არა ხართ, ნუ თქვენ სულ მცირე ხო უყურებთ ახლა გაშლას, ესე იგი თქვენ უკვე გაინტერესებთ სხვანაირი აზრები დაუშვოთ და არა მხოლოდ თქვათ ახლა მიწიერ დონეზე, თქვენ უკვე ცოტა სულის დონეზეც გაინტერესებთ რაღაცები, ხო? და ამიტომ ასეთი ქალის, ასეთი ადამიანის, ხო, საერთოდ წინინება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ დაცულია. აქ მაღალი ძალებისგან არის დაცული ეს ადამიანი. ეს ადამიანი, ასეთი, ნუ ქალი შეიძლება კაცებიც ხო არის, მაგრამ აქ ქალზე გვაქვს ლაპარაკი. მოდის აქ იმისთვის, რომ სხვებს დაეხმაროს. და ამიტომ სულ მაღალი ძალების დაცვის ქვეშ არის ეს ადამიანი. კი, თვითონ გადის ძალიან რთულ გაკვეთილებს ყოველთვის, მაგრამ როცა არის გულით და სულით მიმართული, მეტად ურთიერთობაში ხო გვითხრეს, რომ გამოგზავნილი იყო იმისათვის, რომ დიდი ცოდნა გადაეცა, ანუ ისწავლე, ასეთი ქალი მოგცეს, ხო? და აქ ძალიან დიდი, აი ძალიან უხეშად მოექცა შეიძლება და ისე გადაუარა რა ამ ქალს და გული ატკინა უზომოდ და აქ ისეთი დღეები შეიძლება გამოივლა ამ ქალმა, მაგრამ ისე რომ არავინ არ იცოდა, მარტო მან იცოდა, რაც გადაიტანა და ამიტომ დიდ ტრანსფორმაციაში ეს ადამიანი კი ჩასვეს მაგ ქალის გულისთვის. აქ არის ნახეთ მე-13 არკანი და ქალი ულამაზესი, მაგ ქალის გულისთვის. მაგრამ ეხა რაღაცა შეიცვალა. კი. ეხლა უკვე იცით როგორ არის იმ ტრანსფორმაციაში, სადაც იყო გამოდის იმ ტრანსფორმაციიდან, იმიტომ რომ უკვე ეს მარტო მან და ღმერთმა იცის რეები გადაიტანა. თქვენ თუ მოგიყვებათ, აბა ვკითხოთ, თქვენ თუ მოგიყვებათ. სხვათაშორის მოგიყვებათ. კი. ასე შეიძლება, როგორ იცით, აი შეიძლება როგორი სიტუაცია იქნებათ დაუშვოთ ახლა როცა დაბრუნდება, აქ დაბრუნება არის ყველა ვარიანტში, ნუ გამოჩენა სულ მცირე და მოგიყვება თქვენ, აი შეიძლება საღამო საათებში დაჯდებით და ცოტა ისეთ ხასიათზე იქნება, შეიძლება ცოტა ოდნავ დალეული გქონდეს და მოგიყვებათ ყველაფერი, როგორ ვიყავი უშენოდ და როგორ მაკლდი შენ. და მე ლომი ვარ, აი აქ რა ლამაზია, ნახეთ ღმერთო. ნახეთ ლომი და გოგოსის და ლომი როგორ დაპატარავებულია და გოგო ნახეთ, აი ლომის თავი და როგორც კატა. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ ქალს ისეთი ძალა აქვს. ლომს კი არა ვიცი, ვის არ დაებრყობს, ხო? კი, მოგიყვებათ აუცილებლად და გამოჩნდება აუცილებლად აქ ეს ადამიანი თქვენთან. კი, აუცილებლად გამოჩნდება და სხვათაშორის თქვენ ამას გიგზავნიან ხანძლების სიყვარული. აქ რაღაცა ახალი ეტაპი იქნება. აქ იმპერატრიცა
აგამოვა, იმიტომ რომ თქვენ ეს მიხვდება, რომ რა ქალი ხართ თქვენ, ძალიან კარგად მიხვდება, ძალიან კარგად, რომ აი ისეთ რაღაცებს მოგიყვებათ, რომ რა გითხრათ რა. იმიტომ რომ ასეთი ქალის გულისთვის, აი ერთად გამოდიხართ. იცით რა, უბრალოდ ახლა ეს ფიქრობს, რომ საერთოდ მე კი მინდა შენთან, მაგრამ შენ თუ გინდა რომ მე გამოვჩდე და შენ თუ გინდა, შენ თუ მომცემ მე რამე შანსს. და ამ გოგოს გულში სულ ნახეთ როგორ არის. აქ არის პენტაკლები, ულამაზესი დასთა გავგიჟდეს მომწონს. აქ შეხედეთ, არის პენტაკლების დედოფალს უჭირავს 2 პენტაკლი ხელში. და გვერდით უდგია გვერდხების მეფე. ანუ არა ხარ თქვენ აქ შეიძლება ცოლ-ქმარი, მაგრამ ეს ნახეთ მაინც ჩემს გულში ხარ, სულ კი არა ხარ, მაგრამ ჩემი ხარ. და შეხედეთ და პენტაკლების მეფე ერთი შანსი მომეცი, ყველაფერს გავაკეთებ. აქ მაღალი ძალები იძახენ, რომ კი, ჩააბარა გაკვეთილი და უკვე გამოვუშვებთ უკვე და დაიწყება თქვენი აქ უკვე კავშირი დაიწყება ისევ, იმიტომ რომ დიდი ხანი იჯდა იქ მარტო გაბრაზებული შეიძლება იყოს ძალიან კარგად იჯდა რა, მაგრამ ვერაფერი ვერ ქნა, გაიგეთ, ძალიან ბევრი ეცადა შეიძლება რომ თქვენ გულიდან გაგეშვა, მაგრამ ვერ ქნა. ვერ გააკეთა. აქ უნდა იყოთ ერთად. აქ რაღაცა პრობლემა მთავრდება, გამოდის ესეთ ამას უშვებენ გოგოებო. უშვებენ ამას უკვე, აძლევენ საშუალებას, რომ მხოლოდ როგორ არის იცი, არანაირი აქ უკვე მსუბუქი რაღაცა ურთიერთობები, არანაირი. აქ ხარ იმპერატორი. თუ როგორც იმპერატორი არ მოიქცევი, საერთოდ ამ ქალს წაართმევენ, საერთოდ. იმიტომ რომ ამ ქალთან ან სერიოზულად უნდა, ან არანაირად. კი. და ნამდვილად აქ თამაში არ შეიძლება, არავითარ შემთხვევაში. აი ასეთი გაშლა ჩემო ლამაზებო, მიყვარხართ და მე გისურვებ თქვენ რომ ნამდვილად იყოს ეს ბედნიერება. აქ არის ორიანი თასების ნახეთ რა ულამაზესია. ულამაზესი დასტა.